უამინდობა საქართველოში გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით 27-31 დეკემბერს საქართველოში უხვი ნალექია მოსალოდნელი. ზღვაზე 4-დან 6 ბალამდე შტორმს ვარაუდობენ, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში კი ზვავს საშიშროებაა მოსალოდნელი. შესაძლოა გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობაც შეიზღუდოს. ყოფილი ჯუდოკა ვარლამ ლიპარტელიანი ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე დაირჩიეს. ყრილობა სასტუმრო პარაგრაფში გაიმართა. ღონისძიებას ოცნების წევრებთან ერთად ივანიშვილის შვილი ცოტნე ივანიშვილიც ესწრებოდა. ზელენსკის თქმით, ტრამპს უმაღლეს დონეზე უახლოეს მომავალში შეხვდება, აუდიენცია სამშვიდობო მოლაპარაკებებს შეეხება. ბევრი რამის გადაწყვეტა შეიძლება ახალ წლამდე დიდება უკრაინას, წერს უკრაინის პრეზიდენტი. კიევში ლეგენდარული დრონის ბაბა-იაგას ძეგლი გაიხსნა. უპილოტო საფრენი აპარატი ომის დროს რუსი ოკუპანტებისთვის შიშის სიმბოლოდ იქცა. სკულპტურა ვიშნევოს საზოგადოებისადმი მადლიერების, უკრაინის თავდაცვის ძალების დანაყოფებისადმი მუდმივი დახმარებისა და მხარდაჭერის სიმბოლოა.